აფხაზი ბიჭი და ქართველი გოგო 3 წლის წინ თბილისში სხვადასხვა გზით ჩამოვიდნენ. მე ვარ აფხაზი, გავიზარდე კვარჩელში. დავიბადე და გავიზარდე რუსეთში, ქალაქ ტვერში. ნინო საქართველოში უმაღლესი განათლების მისაღებად ჩამოვიდა. ქართული კარგად იცოდა. მამაჩემი მახსოვს ბავშვობაში ყოველთვის მეუბნებოდა, რომ სახლში რუსული არ გამაგონო. დაური ინტერესმა ჩამოიყვანა, ენახა თბილისი და გაეცნო ქართველები. ქართული საერთოდ არ იცოდა. აფხაზეთში ქართული არსად ისმოდა, არც სკოლაში და საერთოდ არსად საჯარო სივრცეში. იმიტომ რომ აფხაზია, დაურს თბილისში უფრო არამეგობრული დამოკიდებულების მოლოდინი ჰქონდა და როცა საპირისპირო აღმოაჩინა, ამის შესახებ საჯაროდ ალაპარაკდა. წერდა ვიდეოებს, სადაც ყვებოდა, რომ აქ რეალობა რადიკალურად განსხვავდებოდა იმისგან, რასაც აფხაზეთში გარკვეული ძალები თურმე მიზან მიმართულად ნერგავდნენ. დადიოდა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში და ყვებოდა, როგორ კარგად მიიღეს ყველგან. ამან ოკუპირებული ტერიტორიის დე-ფაქტო ხელისუფლება გააღიზიანა. დაურს ბრალი სახელმწიფო ღალატში დასდეს, რის შემდეგაც აფხაზმა ბიჭმა კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელა მუშაობა, განსაკუთრებით აფხაზი აუდიტორიისთვის. რატომ არის მნიშვნელოვანი ჩემი გზავნილები აფხაზებისთვის? მარტივია. იქ საინფორმაციო იზოლაციაა, ძირითადად პროპაგანდა მუშაობს და ქართველი მტრად ჩანს, რაც რეალურად ტყუილია. საქართველოს მთელი ისტორია აგებულია იმაზე, რომ ჩვენ ერთნი ვართ. ერთად უნდა ვიყოთ, ჩვენ დაგვაშორეს. მაგალითად, საქართველოს კონსტიტუცია იცავს აფხაზურ ენას, ეს ბევრმა არ იცის აფხაზეთში. სოციალური ქსელებით ასე თუ ისე შესაძლებელია სიმართლე გააღწიოს. დიდი შედეგებიც დადო სხვათა შორის, იმიტომ რომ უკვე ბევრი მეგობარიც ყავს მაგალითად აფხაზეთიდან, ბევრი ჩამოდის, ბევრს ისე ვეხმარებით, რომ აი არ ვაშუქებთ უბრალოდ ამ დახმარებას, იმიტომ რომ მე შეიძლება ამ ადამიანებს პრობლემა შეექმნათ აფხაზეთში მაგალითად არ გვინდა. ბევრს დავეხმარეთ აქეთ საცხოვრებლად გადმოსვლა. კიდევ უფრო მეტი ისეთი ადამიანია სხვათა შორის, ვინც ინტერნეტში აი სტრიმებზე ან ვიდეოებში რაღაც ცუდ კომენტარებს უწერს დაურის, მაგრამ პირადში წერს, რომ ყოჩაღ ჯიგარი ხარ, უბრალოდ სხვა გზა არ მაქვს, სხვანაირად ვერ ვიტყვი. დაურ ბუავამ და ნინო ცხრებაძემ ერთმანეთის საერთო მეგობრების წრეში გაიცნეს. არასამთავრობო ორგანიზაცია ამრა ეთნიკურად ქართველ, აფხაზ და ოს ხალხს შორის კავშირების გაღრმავებაზე მუშაობს. დაური ორგანიზაციის თანადამფუძნებელია, ნინო აქტიური წევრი. ჩვენ გავხდით პირველ რიგში ძალიან კარგი მეგობრები და მე უკვე ამ ძალიან კარგი და მაგარ მეგობრობას მოყვა დიდი სიყვარული. პირველად ვნახე დაური მახსოვს, ესე იგი რაღაც გადაღება იყო იუსტიციის სახლთან და დღემდე ახსენდება რაღაცა ჯინსი მეცვა, მიკი მაუსები ეხა მაგ ჯინსზე და დღემდე მეუბნება ეგ რა გეცვა. 18 დაი было. მაშინ 18 წლის იყო. კიდევ უფრო პატარა მეგონა, 15-16. მე 26 წლის ვიყავი. და არაფერი განსაკუთრებული არ მეფიქრია იმ დროს. მიკი მაუსებიანი ტანსაცმლით ისე გამოიყურებოდა, რომ უფრო ბავშვა დახვდა. საქმიანი კომუნიკაციით დაიწყო მეგობრობა. ნინო ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს და დაურს ვიდეო გადაღებებისთვის მისი რჩევები დასჭირდა. მერე ნინოს რამდენჯერმე რუსეთში მოუხდა წასვლა და განშორებებმა ალბათ ერთმანეთის მნიშვნელობა კიდევ უფრო ნათელი გახადა. ერთ-ერთი ჩამოსვლის წინ ნინომ დაურს დახვედრა სთხოვა. უთხარი, ჩამოდი დაგვდებით. გავიქეცი საიუველირო მაღაზიაში. ვიყიდე ბეჭედი, მეგობრებთან ერთად ყვავილებით მივედი აეროპორტში და ველოდები როდის ჩამოფრინდები. ნინო მოდის ჩემო. ჩემოდანი უფრო მაღალია, ამ ზომისაა. ნინო ამ სიმაღლის. გამოდის ნინო და მეგობრებს ხედავს. მერე მევჩნდები, პიჯაკი მაცვია როგორც წესი და რიგი. ყვავილებით მივდივარ და ასეთი რეაქცია აქვს. ცალმოღზე ვდგები და ვეკითხები. გახდები ჩემი მეუღლე. დაური ფიქრობს, რომ ძალიან მოულოდნელი იყო, გეხვეწებით არავინ არ უთხრათ, მაგრამ ველოდებოდი რა თქმა უნდა, 2 თვით ადრე მკითხა რა ზომის თითი გაქვსო და ახლა სულელი კი არ ვარ, ალბათ ხვდები რა შეასაქმე. ქართულ-აფხაზური ოჯახიც მალე შეიქმნა, ხელი მოაწერეს. დღეს ერთად კიდევ უფრო მეტს აკეთებენ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების განსამტკიცებლად. ქართველი გოგოს და აფხაზი ბიჭის სიყვარულის ისტორია თანდათან უფრო საინტერესო ხდება. Для меня это, знаете, наверное, ნინო ჩემთვის ძალიან ძვირფასი და ვიცი ასევე ვარ მისთვისაც. ერთმანეთის სრული ნდობა გვაქვს. ეს სიმშვიდე ძალიან მნიშვნელოვანია განვითარებისთვის. ჩემი მუშაობისთვის, ნინოს სწავლისთვის. ეს ძალიან მაგარია. კი, რა თქმა უნდა, ზოგჯერ პატარა გაუგებრობებიც ხდება, მაგალითად, ერთი სერიალია თურქული, ნინო უყურებს
მე არ მიყვარს სერიალის ყურება და ვეუბნები ნინო ვერ ვუყურებ, არ მინდა. ითხოვს იჯექი უყურე. ასეთებიც ხდება. მე რომ ვიხსენებ თვითონ. Вспоминаем еще и смеемся над этим. ძალიან გულწრფელი ადამიანი არის. არასდროს არ იტყვება. აფხაზეთიდან ამ ადამიანთან ძალიან დიდი დოზით ნეგატივი მოდის ყოველდღიურად. მართლა ილანძღავენ, ემუქრებიან, მესიჯებს წერენ, ლაივშიც რამდენიმე შემთხვევა, რეალობაში ქონდა. ну რა თქმა უნდა ახლა ძალიან ჯერა თავის და იმის რასაც აკეთებს და ური და ცდილობს არ მიაქციოს ამ ყველაფერს ყურადღება. მართლა ძალიან დიპლომატიურად ალბათ უდგება ამ ყველაფერს და არავის ზედმეც არ ეუბნება არასდროს. ყოველთვის იცის როგორ უნდა დაილაპარაკოს ხალხთან. აი არ ვიცი, ვინმეს თუ დახმარება ჭირდება, ეგრევე პირველი მიდის ეხმარება ადამიანს. ნამდვილად ძალიან ბევრი პლუსი აქვს ამ ადამიანს და ბევრი მიზეზიც მქონდა, რატომაც შემიყვარდა. Она меня за 2 дня ორ научила. დღეში მასწავლა ქართული ენბანი. მესამე დღეს უკვე კითხვა შემეწო. მეხმარება რომ თანდათან სიტყვები საუბარი ვისწავლო. грузинскому языку. მამა ჩემ დაურის უთხრა ქორწინების დღეს, რომ 100 დღეს გაძლევო, 100 დღის განმავლობაში უნდა ისწავლო ქართულიო. თუ არა და მის მერე ახარ გავიგეთ რა მოხდება, მაგრამ 100 დღე ვადა აქვს. დაურს გამოცდის არეშინია. В целом. ვცდ. ВЦД. ვცდილო. Вцедило. უნდათ შვილებმა ქართულიც და აფხაზურიც თანაბრად კარგად იცოდნენ და ახლა ნინოც ცდილობს აფხაზური ისწავლოს. დაურჩ. სარაბარაბზიებს გოით. მე შენ მიყვარხარ. მეც ხო.